ანაკლია. მიტოვებულ ადგილს იმიტომ მოგვაგონებს, რომ აქ 13 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჭხირზე არ დაუდია. ინფრასტრუქტურა, რაც მოწყობილი იყო, მოშლილია. შენობების ნაწილი გავერანებული. გამარჯობა. ადგილობრივი ხართ? პორტი საით არის? პორტი იქით არის. აი, იქიდან ხარ. მალე მივალთ ფეხით რა წავიდე? კი. ანაკლიაში უნდა ვნახოთ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაც. მიგვასწავლეს, რომ 300 მეტრში შემოღობილ დიდ ტერიტორიას მივადგებით. აი, ფაქტია, რომ არაფერი არ ხდება. აი, მივალთ უფრო ახლოს, რომ გიჩვენოთ ზოგადად რა არის უსაქმურობა. ალბათ Deep State-მა დარეკა და მაგიტომ გააჩერეს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს არის სწორედ ის ტერიტორია, სადაც ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა ყოფილიყო ჯერ ამდენი წლის წინ. პორტის მშენებლობა მიტოვებულია გაურკვეველი დროითა და მიზეზით. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიაზიდინეს ქვა, ღორღი და ლოდები. რამდენიმე კვირა ფიზიკურად ამუშავეს, მაგრამ ხელფასი არ გადაუხადეს. მუშები ვინც მუშაობდნენ, ნამდვილად არ მიცეს ხელფასი? არა. ჩემიც მაგით იქ ამუშავობდა, მაგრამ არა. რაღაცა გაჩერებულია, თითქოს აი მიტოვებულია აქ ეს ყველაფერი ხო ხედავ, რას გავს? ნიშა რო გაგედა ესაც არჩენდი. სანაპიროს გავწდით. მცირე დროს ეს შუახნის მეგობრები დაგვითმობენ. პირველი კითხვა ასეთი გვაქვს: რატომ შეიძლება მიეტოვებინა ქოცებს მათი ქალაქი? 3 ლიტრიანი საღებავი კრაშკა, ხო? ის არ დასლილა ამათ ხელში. რატო რა უნდა ანაკლისგან? როგორ ფიქრობთ? რა უნდა ის არ ვიცი და არაფერი რო არ გავკეთებია ის კი ვიცი. ეხა პორტში ვიყავი, მაინტერესებდა. პორტშიც არაფერი არ ხდება. ხო. ხო და არაფერი, გადაღობილია. მოიგაა ხები. ხო. ნურძელი ხები დააგდა რამდენი ტონობით. ეხლანდელი არჩევნებისთვის თქვენი მაჟორიტარი ვინ არის? მაჟორიტარი არც მინდა რომ ვიცო. გავერანებული, მიტოვებული, ისე როგორც შეჩვევიათ ხოლმე ზოგადად ოცნებას, გაუბედურებამ, მიტოვებამ, ფეხებზე დაკიდება. ანაკლის მსგავსად გავერანებულია მსოფლიო მასშტაბის კურორტის ქური წალენჯიხაში. ეს ის კურორტია, რომელსაც რამდენიმე დღით მილიონიანი მანქანებითა და საცურაო კოსტუმით კახა კალაძე სტუმრობდა. იპოზიორა, ფოტოები გადაიღო. მის ამ ვიდეო ისტორიებში კურორტის მდგომარეობას ვერ ნახავდით. ამიტომ მოდით გავცდეთ კალას ვიდეოს თორებს. გზის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა იქნებოდა იმისი, რომ ქური ყოფილიყო მთავარი ტურისტული სავიზიტო ბარათი წალენჯიხის და დარწმუნებული ვარ, რომ მის განვითარება ძალიან შეუწყობდა ხელს. ამის კუთხით და ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. არსებობს გზის პროექტი მათ შორის და რამდენჯერმე მივმართეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ დაეფინანსებინა ქურის გზა. 2009 წელს იყო აქ მოწყობილი პატრიოტთა ბანაკი. აქ იყო კოტეჯები, ხის კოტეჯები, რამდენადაც სიზახიანეს, დაშალეს და წაიღეს და გაანადგურეს. კახა კალაძეს წალენჯიხაში, სადაც უამრავი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, მხოლოდ აქ და ამ ფორმით არ წარმოუჩენია თავი. მისი თითქმის 2 მილიონიანი ფერარით ქალაქის ცენტრში გაიარ-გამოიარა. სწორედ აქ, ამ მოედანზე, მისი ლურჯი ფერარი, ვისი გულის გასახეთქად იდგა, არავინ იცის. ახლა მომიწის ისეთი სიტუაცია ეს არასდროს არ ყოფილა ასეთი რაც ქვია ევროკავშირი არა ნატო არა ეკა ვის უნდა მევეკერძო პატრონი ხო გვინდა რა ვისა იმასთან დიდ რასიასთან რომელიც ჩვენთვის უღირსია რა სატანი
რა შეუძლია პირველ რიგში მთავრობაა შესაძლებელი. ჩემ ხელში რო იყოს ეს ყველაფერი რა. მთავრობაა შესაძლებელი. იღუბება ქვეყანა. ათუ გინდათ თუმა. აქ არაფერს გააკეთებენ ეგენი ვიცი მე ეს დღევანდელი მთავრობა. არაფერი გავგე ჯერ ერთი ის დასაბრუნებელია გამარჯობა გალ. დავით გარეჯია სტუდენტები რო დავდიოდით კაცი. დასაბრუნებელი არა ერთი სიტყვა სადმე წამოს რა. როცა ჭირდებოდა 2021 მაშინ ამბობდნენ გარეჯი საქართველოა პროპაგანდაც გემახსოვრებათ. მე ძალიან მაგარი პროპაგანდა იყო მაშინ და კი გამარჯობა ჯემა. ხომ არა მე თითის არ გაუძლევიათ რომ დააბრუნონ. რას აკეთებენ რომ აფხაზეთი დააბრუნონ? აკეთებენ ამას არაფერს. ჭრინვალი რო დაგვიბრუნო არაფერს არ აკეთებენ. ეს ორობა არის აი იმ კაცს თუ იცნობთ, აი იმ ბანერზე მაჟორიტარი ვინც უნდა იყოს თქვენი. რამეს აპირებს თანამდებობა უნდა თუ მერობა უნდა, მერობა. მერობა? ერთი მაგისი, მერობა და მაგისი ის არ გაიშვა. ამას წინათ რომ კალაძე ჩამოვიდა თქვენთან და ფერარის რო ისე და მე არ მინახია ყოფილა და მე არ მინახია. მოსვლა რა არის მოვიდა. და ისე წავიდა რა ხა მე რისი გამკეთებელია გასა ჯერ რა მიზანი ჰქონდა მდიდარი და კორუმპირებული კაცის ვოიაჟს წალენჯიხაში ამ ფორმით და ამ ავტომობილებით ზუსტად არავინ იცის. ფაქტი ერთია, ფეხბურთელ მერს, რომლის გამოჩენა წალენჯიხის იუვენტუსის ბავშვ ფეხბურთელებს ალბათ ყველაზე მეტად გაახარებდათ, მაგრამ კალაძის გლითერებიან ვოიაჟს, როგორც ჩანს, სხვა მიზეზი ჰქონდა. მეგონა რომ კალაძე როცა ჩამოვიდოდა წალენჯიხაში, ბუნებრივია რომ მას დააინტერესებდა იტალიური ფეხბურთი და ერთადერთი ბრენდი, რომელიც მხოლოდ წალენჯიხაშია. და გვეგონა რომ აი ბურთებს მაინც ჩამოუტანდა ამ ბიჭებს, შეხვდებოდა და ელაპარაკებოდა, მაგრამ არა, იმიტომ რომ კალაძე არის ტიპური სახე ქართული ოცნების, რომელსაც არც პერიფერიები აინტერესებს, არც სოფელი აინტერესებს. ჩვენ დაგვანახეს ის, რომ ყველაფერი არის რესურსი მათთვის. ოღონდ ეს რესურსი ადამიანები კი არ არიან. ეს რესურსი არის ბუნება, მთა, კალმახები, ადგილი, სადაც შეიძლება მანქანებმა თავისუფლად იმოძრაონ, ისიც რარიტეტულმა მანქანებმა, ყოველგვარი ნომრები, შეზღუდვების და შემდეგ. ანუ ისინი კანონებს წერენ ჩვენთვის, თვითონ კანონგარეშე ცხოვრობენ, ძალიან ლაქშერულად. ტყუილი, მაყუთის კეთება, ტყუილი, შურის ძიება, ხალხის სიღარიბეში ჩახჭობა, ქვეყნის მომავლის ჩამოშლა, პროპაგანდით საზოგადოებაზე ზემოქმედება, კაცთა სახეები ოლიგარქიული საქართველოდან. მოგესალმებით, მიცავთ ამ არაჩვეულებრივი სპორტული კომპლექსის გახსნას. ჩვენ ზუგდიდში ხსნით სპორტულ კომპლექსს, რაც ნიშნავს მთელი მთავრობა ყოფილა 19 აგვისტოს, როგორც ირაკლი კობახიძე გვეუბნება, სპორტული კომპლექსი გაუხსნიათ ზუგდიდში. თემ მალე მივალს? ბაბა, აი მოვედით. ანუ ორი კვირის წინ თუ გახსნეს და წარადგინეს და ასე შემდეგ, ორი კვირის თავზე უკვე ინტენსიური ის უნდა იყოს, ხო არ ვიცი. სპორტული აქტივობები შიგნით, მაგრამ ორ შეგებავჩდებით. აბა შენახა, შენ ვარ ჯიშობაკა, თუ რა იცი შენ? თუ არ იცი. 18 აგვისტოს ვიდეოს უყურე, მთელი მთავრობა აქ არის და ხსნიან და აბა ესე და ისე და ზუგდიდი და ჯანსაღი ცხოვრება და ბატონო გახსნილია, მაგრამ გახსნილია, მაგრამ გახსნილი არ არის. თვითონ ვინც უნდა ჩაიბაროს, ისინი არ ვიცი, კომპლექტდება ალბათ და მალე გაიხსნება. ხომ 19 აგვისტოს მთელი მთავრობა აქ იყო და გავხსენითო იძახი. 19 აგვისტოს გაიხსნა ოფიციალურ დონეზე პრემიერი მოვიდა. მოვიდა კი, მაგას მე ვიდეო ნახე, მაგიტომ მოვედი. და ზუგდიდელებმა მითხრეს, რომ არ არის გახსნილიო და გადასამოწმებლად მოვედი. ჟურნალისტი ვარ, მე ტელეკომპანია ფორმულად. შეგიბია, მაგრამ მე რაში დაგიხმარო, მე ვარ? არა, არაფერი მოვედი უბრალოდ. გამიხარდა რომ დაგინახეთ, იმიტომ რომ არავინ რო არ იყო, ბოლოს თქვენ გამოჩდით და გამიხარდა.
აჩვენა ხალხი რა დღეშია და ის გავუშვი მაინც ხო მაგიტა ვარ მასული ხო და რა დღეშია რა არის კარგი დღეში ვართ ხო ზეზერამ გვაქვს 40 გრადუსზე კარგი დღე გვაქვს არა რომ არ აქვს იმტომსი ვართ აქ პური რომ იშოვოთ ყოველდღიური ნავაჭრი რამდენ შეადგენს პურისთვის საკმარი ის არა ჯერჯერობით არა ჯერ 20 ლარი მაქვს დამაჭრი მარჩენად გააკეთებ რა თუნდაც თავის და მოგებულია თვითონ ეხლა გაყალბებულია დადია ღამე ბიჭები მიგას ბიჭი ბიჭები ჩემ და შემოდიან ისინი სახში მაგრამ ბევრი ადგილას შევიდნენ რა ჩვენ მოგვეცით ხო ეს ქვეყანაში რომ რამის შეცვლა შეგეძლოთ რა შეცვლიდით რა უნდა შეცვლა არის არაფერს არ უსურვებ არც ივანიშვილი ცხადია ცუდი არავის არ უნდა უსურვოს იმიტომ რომ ფეხბურთელიშვილი მყავდა ტრამვა მიიღო ცალი მხედველობა დაკარგა ერთი მანეთით არ დაუფინანსებილა არც ერთ საქართველოს საერთოდ ერთი მანეთი 32 წელი გავიდა უკვე ბინარულ წესოხმიდან ეს სიმართლეა არ არის ცხადია მეც ასევა მოგცემენ დაუწეს მოხალხება 100 კვადრატული ბინა და რამე შეიძინე არაფერი არ შევიძინე ხანდახან შეერი დავდივარ რამდენი ხანია ავად ვარ და ექიმთან ვერ მივდივარ იმდენი ჯვირია ექიმთან მისვლა ანალიზები მერე წამლები და მოვკვდი ხაერში ვცხოვრობ თქვენი ახალგაზრდა თან გადახრწილია საზოგადოება და უკაცრება ამ სიტყვაზე და სხვის შურს რო რეცხავ და რატო გადაიხვეწნენ რატო უპულობის გამო ივანიშვილმა რა გააკეთა რას აკეთებს რომელი პარტია რას აკეთებს ზუგდიდის ამ ბაზარში მრავალი მთავრობის თუ ამბის მნახველებით სავსე ადგილას ოცნების 13 წლიანი მმართველობა ყველაზე უკეთ ჩანს. მერობის ახალი კანდიდატი აქაც წალენჯიხის მსგავსად სარეკლამო ფოტოებზე თხლად იყიმის. დაპირება საერთოა, პროპაგანდისტული, მშვიდობასა და განვითარებაზე. ამ არჩევნებს როგორც ელოდებით? ამ არჩევნებს? არჩევნები არ უნდა ჩატარებული. ხო, მაგრამ ხო დარდება. თან ამ ორმა პარტიამ ოპოზიცია არაფერი და არც პოზიცია. ეს ოპოზიცია რვა ლიდერი ციხეშია და. წარმოიდგინეთ ახლა არჩევნები მაინც მიდიან. ორი პარტია ხო გახდა. ხო და ესენი რომ მიდიან, ეს არის ალბათ მაინც არა ეს რო არ წასულიყო, მაშინ გამოჩნდებოდა რომ ამათ არავინ არ მისახმა, ყველა რომ ბოიკოტში ყოფილიყო. კი ბატონო. ამათ რო არავინ არ მისახმა და რო არ მივიდოდნენ ხალხი არჩევნებში, მარტო ეს საკითხი რო იყოს მაგალითად და აჯანყების მომხრება რომ პირადად მე გამოსავალი არა საქართველოს ხანაირი და ნახ ხალხი ყო დადის ქუჩაში უბრალო ხალხი ყველას რასაც მე მაინტერესებს გამოკითხვასავით როგორ ფიქრობ რა ისე ვატარებ რა ხალხისგან ჩემი რა ვიცი პატარა ჭვილი თუ რა ვიცი არა მშოლა ხალხი უფრო აგრესიულია უფრო ძალიან ისეთია მაგრამ ახლა ამ არჩევნებზე ძალიან ბევრს ზუგდიდში მაინც არც იცის რა ხდება და რა არის. ბევრს არჩევნებია, იქ რაღაც ზოგი ფულს მიცემ, ზოგი ამას მიცემ. როგორც ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ხო, შია ხალხ ბევრს, გამიგეთ? ხო და ესეც ხო მიზანი მართული არის, რომ მოგშინდეს. მე ამიტი არის ბევრი. ბევრი მე სამწუხაროდ მე არ მეგონა რომ საქართველოში ამდენი მე ამიტი იყო. რამ ეს შეცვლიდით თქვენს ქალაქში? დასარსებს ვიდე. აი რას პირველ რიგში. განსაკუთრებით სისულთავის. ყველაფერი სულთად უნდა იყოს. აი ამას გავაკეთებდი რომ ჰაერი გაიწმინდოს და კარგად იყოს. ფაბრიკა, ქარხნები, აი ეს უნდა იყოს, დასაქმებული უნდა იყოს ახალგაზრდობა. მაინც ეს პერიოდი მირჩევნია ეს 12 წელი გაიგე. აი რა არის? ჩემი აზრი ეს არის და ცხადია რამ რატომ აი რა არის ყველაზე მთავარი, რადგანაც ადარებთ რომ ეს გირჩევნიათ დანარჩენს, ანუ რა არის მნიშვნელოვანი, რამაც ეს განაპირობა. ტერიტორიები არ დაგვიკარგა. ეს არ მთავარი. მე მაინც აი შინდელი პოლიცია და დრონდელი პოლიცია ერთმანეთს რომ შეატარო ხო განსხვავდება? განსხვავდება. ანუ ესენი უფრო მაგრად ცემენ თუ ისინი უფრო მაგრად ცემდნენ?
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის ეს 279 დღეა. ქალაქს, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, ბრძოლა და პროტესტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არ შეუწყვეტია. მომწონს ზუგდიდის აქციის ფორმები, გამოხატვის, პროტესტის, განსაკუთრებით თქვენი. ჯარიმა რამდენი გააქვთ? 85,000. უფ, აი გულამაც. 85,000 ლარია კი. 85,100 ლარი. 100 ლარი დამაჯარიმას სასამართლოს უპატეცობობის. აი იმ კაცს თუ იცნობთ? დათოკოდვას კი, დათოკოდვას ვიცნობ, ის როგორც მის თანაპარტიელები მოიხსენიებენ, მიდის როგორც პრინცი და დაგვიბრუნდება როგორც მეფეო, ესე წერდნენ შარშან. საპარლამენტო არჩევნების წინ კი. და ახლა დაუწერიათ, რომ დაბრუნდა მეფე. კი, აუხდათ და მოიხსენიებენ როგორც ამეგრელოს მეფეს. ნამდვილად ვიცი, რომ არც ახლა გავჩერდები და არც მე მომავალი მთავრობა რომ მოვა, არც მაშინ გავჩერდები და მithumetes არც მაშინ მექნება გაჩერების საშუალება და უფლება. ეგ ვიცი ზუსტად, ანუ მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ეგ არის ზუსტად. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, როცა საკუთარ თავთან მარტო იწყებთ ფიქრებს პროცესების განვითარება, აი ახლა აი ამ წამიდან სამომავლოდ. აი ხა რუსულ რეჟიმს ჩვენ ვყავართ ამდენი წლის განმავლობაში გაღეჭილი და გვამზადებს გადასაყლაპად. მინიმუმ უნდა გავიფარჩხოთ, რომ აღარ გადაგყლაპოს. ერთი ის, რომ ამ ადამიანს თუ არ ვებრძვით, მინიმუმ უნდა ვთხოვოთ, რომ წავიდეს. არას დროს არ მიფიქრია, რომ მეორე მინდებოდა მომიხდებოდა უფროსო. მაგრამ მოხდა ასე და ივანიშვილს ამას არ დაუწია. ამას 13-ში ვაჩვენებთ და 4-ში ყველაფერი უნდა გადაწყვეტოს. დავითშვილო, ყველაფერი უნდა გადაწყვეტეს. ან ჩვენ, ან ისინი. ეს არის ჩემი სასწაული. აი, რო გავჩერდეთ, მე რა ვქნათ? ანუ ეს არის ხოლმე რა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ გაჩერებით არაფერი არ გამოვა და ჯობს რომ ვიბრძოლოთ და ჯობს რომ ბოლომდე მივიყვანოთ მოკლედ ეს საქმე. თან რაღაცა აი ვინც მოვა, იმანაც უნდა იცოდეს, რომ აღარ გამოუვა რაღაცები. ესეც ეგ არის ალბათ აი ესეც მოდუნების ამბავი იყო, ხალხი მოდუნდა და ამიტომაც იქცნენ მონსტრებად. შეიძლება ესეც თქვა. ამ ყველაფერმა გარდა იმისა, რომ თქვათ ეს მეგობრების და თანამებრძოლების ნაწილი თქო რაც ვახსენა, მაგის გარდა არის მნიშვნელოვანი ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებად შევდექით. ჩვენი იდენტობა გვაქვს და ამ იდენტობას ესე ადვილად აღარ დავკარგავთ. ჩვენი ადგილი თუმცა ხარ უკვე ასაკში შესული არის ახალგაზრდების გვერდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა და იცით რა არის დღეს იქნება, ხვალ იქნება ეს რეჟიმი მაინც ჩამოიშლება. იმიტომ რომ მას არ აქვს ხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, მას არ აქვს ხარდაჭერა ქვეყნის გარეთ, მაგრამ თითეული დღე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, საქართველოს ვატარებს ამ რეჟიმთან ერთად არის დაკარგული დღე საქართველოსთვის და ყოველი დღე ჩვენ წელს უკან. ეკონომიკურად, სოციალურად, ყველანაირად. რეპორტაჟს ისევ მერის ფერარით დავასრულებთ. ამ კადრში კახა არ ჩანს. იქნებ იმ ხუხულაში ზის. ეგ არც ჩვენ ვიცით და არც ამ ვიდეოს გადამღებმა.